საღამომშვიდობის ამ ძვირფასო რადიო მსმენელებო, სამშაბათია და მე კახამიკიაშვილი წარმოგიდგენთ დღევანდელ გადაცემას. ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს იქნება თინათინ კორძაძე, თიკო კორძაძე, მსახიობი და უკვე რეჟისორიც. საღამომშვიდობისა თიკო და მადლობა დროის დათმობისთვის. მადლობა თქვენ რომ გაგიშთათ სურვილი რომ მოგეწვი. დიახ, ეს დიდი პატივია. თიკო, მე ვთქვი ასე, უკვე რეჟისორიც და დიდწილად ჩვენი საუბრის თემა იქნება შენი ეს მიმართულება ცხადია ზოგადად ჩვენს პროფესიასთან ერთად, იმიტომ რომ შენ მაინც ჩვენი წრეები და მაყურებელი გიცნობს როგორც მსახიობს, თავისუფალი თეატრის მსახიობს, ერთ-ერთ გამორჩეულ წამყვან მსახიობს, თუმცა ჩვენმა კოლეგებმა შეიძლება ითქვას უფრო პროფესიონალებმა უკვე იციან რომ შენ რამდენიმე სპექტაკლი დადგი, ცოტა შორის არა მარტო თავისუფალი თეატრის სცენაზე და უფრო ადრე შენ უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში დაიწყე როგორც პედაგოგმა საქმიანობა. აი მე მინდა ეს კითხო, მე სულ მაინტერესებდა სხვათა შორის და სულ ვინტერესდები და ვეკითხები ხოლმე მსახიობებს, რომლებიც მსახიობობის პარალელურად იწყებენ რეჟისურას ან პედაგოგობას ამ პირიქით ანებებენ და შენ ამ შემთხვევაში კარგია რომ შენ ზედმეტ პროფესიას ირჩევი. ვთქვი რომ ჯერ პედაგოგობამ დაიწყო. შენი რეჟისურა, შენ როგორც რეჟისორმაც ისწავლე ხო თუ არ ვწდები თუ ეს განაპირობა იმან რომ დაგჭირდა თუ ქონდა ყოველწლიურად და როდის მოხდა ეს გარდათ ახლა როდის მოვიდა ეს ფიქრები რომ შენ გეცადა როლი, გეცადა ბედი რეჟისურაშიც. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ახლა რა საქმე? ეს რაღაცნაირად გაჩნდა ჩემს პირველმდელ პროფესიასთან ერთად, ანუ სამსახიობო მსახიობის პროფესიასთან ერთად. როდესაც ჯერ კიდევ სწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში, ჩვენმა პედაგოგმა, ბატონო შალვა გაწერელიამ, დამიტოვა მასთან კათედრაზე, ასე ვთქვათ, მის ასისტენტად მე გამოვიდა, რომ 17 წელი ვიყავი როგორც ასისტენტი. 17-ის ხარ? 19-ის არ ხდები ახლა? ხო და აი რაღაცნაირად ესე დამემართა რომ დამიტოვა მის გვერდზე ასისტენტად და აი ამ პედაგოგიკაში ნელ-ნელა ეს სტუდენტებთან ერთად ჯერ ეწილდებით, მერე ნაწყვეტებით და ბოლოს აი ესეთი პირველი სპექტაკლი, როდესაც დამოუკიდებელი სპექტაკლი დავდგი ჩემ სტუდენტებთან, ეს იყო სადიპლომო ნამუშევარი, ეს იყო ერისთავის უჩინ-მაჩინის ქუდი. მეოთხე კურსის სადიპლომო ნამუშევარი იყო და მოხდა ისე რომ რაღაცა ის პერიოდი ბატონ შალვა გახდა შეუძლოთ და ჩვენ მუშაობდით ჩეხოვზე სამდაზე და ვეღარ ესწრებოდა ეს ამბავი. სადაც შენ ნამუშევარი და როგორც მსახიობსაც სამდაში. სამდაში არა, მე მაქვს ალუბლის ბაღში და ალუბლის ბაღში. აი რა შევა ეს ასაკი. აი იმდენ ჩეხოვში ითამაში ამერია რომელიც. ხო, ისე ჩეხოვი, ხო, მაგრამ ის სამი და ვითამაშებდი. არ მითამაშია. მაგრამ ითამაშებდი. ვითამაშებდი კი ისე. ალუბლის ბაღში ორჯერ მოგიწია თამაში. მაშას ვითამაშებდი და ის სიამოვნებით. ასე გისმენთ რეჟისორები ახლა. განმოგდოთ მე. და აქედან რომ ვეღარ ესწრებოდა ეს სამიდის დადგმა, ბატონო შალვა, აი მაშინ კარგად მახსოვს რომ საავადმყოფოში რომ მივედი, ეხლა სასწრაფოდ რამე უნდა აიღო პიესა, აი სასწრაფოდ რომ ორ თვეში ეხლა ის უნდა დავდგატო და აი უცებ ეს ჟანრი ვოდევილი გააკეთე. რა ვოდევილი მეთქარი ხო არ შემიძლია შეგიძლია ისე აქ ერთი ჩასწორება უბრალოდ ეს რა დამავირთე შენ მე განაგზე ბატონი შალვას ფენომენი ჩვენი პედაგოგის დიდი პედაგოგის დიდი რეჟისორის თიკო იხსენეს მომენტ როცა ბატონი შალვა უკვე ფაქტობრივად გარკვეულად შეგუებული ვიყავით ისიც შეგუებული იყო რომ ის მიდიოდა ამ ქვეყნიდან და ძიმე მდგომარეობაში მივედით იმის ნაცვლად რომ ჩვენ მივედით როგორ ხარ და უცებ დაგიწყო შენ ეს დადგი ის გააკეთება არა და უკვე ჩვენ ვფიქრობთ რომ შეიძლება დაგვირეკონი ხარ უკვე გარდაიცვალა და ის კიდე ის ამაზე ზრუნავდა და არ შეეძლო თეატრის და სტუდენტების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინე და აი ზუსტად შენი კითხვის აი გამომდინარე შენი კითხვიდან ეს არის რომ ლომისწვლილი ანუ მისი დამსახურებაა რომ მე აკეთკენ გიბიძგა და გაიძულა რომ აი რაღაცნაირად თითქოს არ ვიცი ჯერ სიმართლე გითხრა შენ კარგად იცი და ჩვენ თითქმის რა ვიცი ჯგუფელები არ ვიყავით მაგრამ ჯგუფად ჩამოვყალიბდით მაგრამ ეს დაიწყო კაპუსნიკები ეგრეთ წოდებული კაპუსნიკებით რომ ამ სიცილ ხარხარში მოდი ეხლა ბატონ შალვას გაუკეთოთ კაპუსნიკი ეხლა საახალწლო კაპუსნიკი მე როდესაც თავისუფალ თეატრში მოვედით აი თეატრის დაბადების დღეზე და აი რაღაცა ეს რეჟისურა, აი რაღაცა სიცილ ხარხარში შემოვიდა. ხო, მაგრამ მე როდის გადაწყვიტე რომ ეს უკვე შენ პროფესიად გეცე, იმიტომ რომ შენ მანამდე თუ იყო რაღაც ხო მაგას გულისხმობ ნახე მანამდე თუ იყო რომ ბატონო შალომ გითხრა რაღაც ეტიუდი დადგი რაღაცა შენ მე უკვე ფაქტობრივად პროფესიად
აირჩიეს და პროფესიონ გაიარეს სპეციალურად. კი ბატონო, რომ მე მაგრამ მანამდე იყო ეს შენ უკვე ბატონი შაულოს ასისტენტობის მე განაგძე თეატრალურში შენ პედაგოგად ყოფნა, ანუ ასისტენტ პედაგოგად. მე უკვე მე აი ზუსტად ეგ იყო, რომ როდესაც მაგისტრატურა დავამთავრე და მე დოქტორანტურა დავამთავრე, ანუ სარეჟისორო განხრით წავედი უკვე ბატონ ავთოვარ სიმაშულთან დოქტორანტურა რეჟისურაში, ეს როგორც აი ეხა ჩემი იდეა ფიქსი კი არ იყო რომ მე გინდა თუ არა ეხა რეჟისორი უნდა გავყოლო. იმიტომ რომ მე პედაგოგიკაში ჭირდებოდა. რომ ეს მქონდეს უფლება რომ იყო პედაგოგი. მქონდეს უფლება რომ ვიყო პედაგოგი და მე მქონდეს უფლება რომ ვიმუშაო სტუდენტებთან კვალიფიციურად, ასე ვთქვა. რა უფრო სიამოვნება, აი სად უფრო ნახულობ სიამოვნებას, როცა მუშაობ სტუდენტებთან რეპეტიციებზე თუ როცა დგამ სპექტაკლს. შეიძლება განსხვავებულია, მე არ ვიცი არც ერთი. აქვე უნდა ვთქვა, აი ხანდახან გონია ხოლმე მაყურებელს რომელიც არ არის ჩახედული პროფესიაში კარგად, ისევე როგორც ჩვენ რომ ვიღაც პროფესიაზე არასწორი ხედვა გვაქვს, ხო რომ მსახიობი შეიძლება სპექტაკლი დადგას, ასწავლოს, ანუ ესე არ არის. ეს არის სხვადასხვა მიმართულება. შენ სად უფრო ნახულობ ამ სიამოვნების პროცესს, იმიტომ რომ ჩვენს პროფესიაში თუ არ აქვს სიამოვნების პროცესი, მაშინ ვერ სიამოვნებს შედეგი და შედეგი ვერ იქნება. როცა შენ აი აკეთებ ამ პირველ კურსელებთან თუ ეწიოდებს თუ აი პროფესიას ასწავლი, აი ანაბანად იწყებ, თუ როცა დგამ სპექტაკლს. და განსხვავდება თუ არა ეს პროცესი? არ ვიცი, აი არა შენთვის არ დაუსვავთ ესეთი კითხვია. თეატრი თუ კინო? თეატრი თუ კინო და აი სუფიქრობ, არ ვიცი, თეატრის და კინოს ორივე. ხო, ვერ ავირჩევ. იმიტომ რომ ვერ ირჩევ. სულ სხვადასხვა რაღაცა, ანუ მაგრამ ორივე შენია. აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ პედაგოგიკა ეს არ ნიშნავს, რომ შენ კარგი არტისტი ხარ, ან კარგი რეჟისორი ხარ, ან ცუდი ხო, სულ არც მაგალითად ვიტყვი, იმიტომ რომ ხმამაღლა ბატონ რობერტ სტუროს ნათქვამი, რომ მას როგორც მე ვისყავდა მხოლოდ ერთი ჯგუფი და თქვა რომ არ არის ჩემს რობერტ სტუროზე ვლაპარაკობთ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეჟისორზე ქართულ თეატრში და შეიძლება მსოფლიო თეატრში ერთ-ერთ გამოჩვენილ რეჟისორზე, მან თავის მემოსმენელად ამიტომ ვიძახი სპეციალურად, რომ მივხვდი რომ არ არის ეს ჩემი საქმე. ძალიან ბევრი დიდი რეჟისორი ვიცით რომ ან არ უნდა არ გამოვიდა ამ პირიქით. შეიძლება როგორც რეჟისორი საშუალო, მაგრამ ფანტასტიკური შეუძლია პედაგოგობა. და მეცაც გეტყვი, არიან პედაგოგი რეჟისორები, რომლებიც აი ახლა რომელიც ჩვენი პედაგოგი იყო ეს, ასეთი ბატონ შალვა იყო, ასეთი აი გოგი მიშა იყო ასეთი, ბატონ დოდო ალექსი, ბატონ გოგი მარგველაშვილია ასეთი. მოწოდებით პედაგოგი. ხო, პედაგოგი და რეჟისორი, აი გიორგი სიხარულიძე, რომელიც მიშას სკოლას მიყვება, არიან აი დამდგმელი რეჟისორები, ხო? სხვა რამეა. ხო, ის სხვა რამეა. ეს ტურუა, იგივე ბატონი ავტორასაც ამბობს, რომ ბატონი თემურჩხეიძე იყო ასეთი ასევე რეჟისორი პედაგოგი ესეც ცხადია. შენ შეიძლება ვინმე გამოგშეს ახლა კონკრეტულად. ხო, და არ გვინდა. მაგრამ განსხვავებული ამბავია. აბსოლუტურად განსხვავებული ამბავი, იმიტომ რომ პედაგოგიკა ეს კიდევ ამბობ, რომ არ ნიშნავს კარგ რეჟისურას ან კარგ არტისტობას. ეს არის მეთოდოლოგია. აი ეს მეთოდოლოგია ახსენებ, შეგაწყვეტნებ. აი ნახე ჩვენ ყველას მსახიობებს ეს პროცესი გვაქვს გავლილი, ანუ ჩვენ ესე რომ მოდი ესე რომ ვიყოთ ხო დილეტანტურად რომ ჩვენ ჩავაბარეთ, ვისწავლეთ 4 წელი და მივიღეთ დიპლომი და ქვია მსახიობობა. ყველა ის პროცესი, რასაც შენ და სხვები ასწავლეთ, ჩვენ ეს გავიარეთ. კი ბატონო. შემდგომ უკვე ვისაც მიეცა საშუალება და გამომართლა აგზელებს თეატრში და ამ პრაქტიკას და ტექნიკას ავითარებს და იმუშავებს. თითქოს ესე რომ ავიღოთ, ვიცით რა როგორ ისწავლება მსახიობობა. მაგრამ კიდევ ჭირდება სხვა უნარები, სხვა ცოდნა, რომ შენ ეს ყველაფერი ასწავლო და ხელობაში ასწავლო. რომ ჩვენ პროფესიაში ინდივიდუალიზმი ეს არის, აი როგორ გითხრა რა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ზოგადად შემოქმედებაში, არა ხელოვანისთვის. შენ კახა, მე თიკო, ვიღაცა პეტრე და ვიღაცა ივანე. ხო, მაგრამ შენ პარალელურად ამისა მომისმენე ერთის ხარ მოქმედი მსახიობი, რეპერტუარის წამყვანი სპექტაკლების და არ არის ძალიან რთული რომ შენ პარტერში ვიხარ და თავი შეიკავო და არაჩვენო. აი მსახიობი თიკო ითიშება იქ? ან შეგიძლია ხო ეს ხო შეიძლება ვერც გააკონტროლო. კი, ძალიან რთულია და მე გამომიყენებია ხერხი და მიჩვენებია კიდეც და მე რო შემიხედავს შეიძლება პატარა თიკოები დარბოდნენ. ხო და სულ აღარ მომწონებია, მაგრამ აი ზუსტად ის არის რომ არტისტამდე მიაჩვიო აზროვნებას
და მოქმედებას სცენაზე. არა გადაადგილებას მარჯვნიდან მარცხნიდან, გადატანას ამას სცენის მემანქანები გადასარევად აკეთებენ. ჩვენზე კარგად. ჩვენზე კარგად. ამიტომ მოქმედებას იმ მოცემულ სიტუაციაში და აზროვნებას. ყველაზე და ინდივიდუალიზმი. შენ ამას, შენი პლასტიკით. რა თქმა უნდა, მე გმირის და იქ მთელი ამბავია, მივდივართ სოფლმხედველობამდე, ხატულ სახემდე თუ გავშლით ესე, მაგრამ ხო, რთული პროცესია და აბსოლუტურად სხვადასხვა პროცესია. სად ნახულობ ამ დროს სიამოვნებას და გეტყვი რატო გისვამ კითხავს. შენ რამდენჯერ მიახსენე, ხო, აი მოწოდებით პედაგოგი და პედაგოგები არიან. როცა არის ადამიანი, რომელიც აი მისი საქმიანობა არის პედაგოგობა და ეს ბევრი ვიცი და აი გადართულია მთლიანად გასაგებია. შენ პარალელურად ხარ მოქმედი მსახიობი და ძალიან ხშირად შენ თეატრალიდან მორბი ხარ სპექტაკლი ითამაშო. მორბი ხარ შენი პროფესია, შენი რეპეტიცია განვა. ანუ შენი მთავარი პროფესიაში ძალიან დატვირთული ადამიანი ხარ და შენ ნაკლებობა იმისა, რომ შენ საქმეში დაიხარჯო არ გაქვს. სად ნახულობ სიამოვნებას იმისა, რომ გარდა შენი ამ პროცესის საერთოდ სცენაზე იხარჯები, იქ რა პროცესია, სად არის ეს, რაც შენ განდომებს და რა ხდება? ეს არის რომ დაუშვათ აი ძერწაო გამოდის, გამოვიდა ეს პროცესის მომენტია? აი ძალიან დიდი მუღამია აქ. აი ეხა რატო გეტყვი? იმიტომ რომ პიგმალიონის ამბავია? თუნდაც კი არის. ძალიან ბევრს ვსწავლობ ჩემი სტუდენტებიდან. ეგ უნდა მეთქვა, შენ თუ იღებ მაგან რაც შენ გადგება პროფესიაში. ეს არის ანუ როგორი ურთიერთშექცევადი პროცესი, იცი რომ აი ქიმიაში რო არის ეს ისრები რო აკეთიკით არის. აი ეს პროცესი თუ მე იმდენს ვიღებ და იმდენს ვსწავლობ მათგან. ასევია ის მათ არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი ხა რას ვასწავლი ასე კონკრეტულად, მაგრამ ნუ მსახიობის ოსტატობას რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ მათაც მიაქვთ ჩემგან ის და აი ეს პროცესი ძალიან საინტერესოა და ესეთია რა, ასე ვთქვათ, დიდი ხანია შენ. აი ბატონი შალო რო ახსენი, ანუ შენ ბატონი შალო რო დამიტევაო და მრავალი წელია რაც შენ უკვე ხარ ამ საქმეში, ანუ არაერთი ჯგუფი, არაერთი თაობა შეგვიძლია უწოდოთ, იმიტომ რომ ბევრი მათგანი ვისთან ერთად შენ თავშეთ პირველად დაიწყეთ, ეს უკვე ძალიან წარმატებული სახეობები არიან. შეიცვალა, იცვლება თაობა, იცვლება მათი სურვილები, გნებავს თამაშის ფორმები, გნებავს ხედვები, ანუ ატყობ ცვლილებას, აი დავუშვათ პირველი ჯგუფი და იმ თაობის და ახლაც შენ ამ წუთასაც ყავს ჯგუფი, ხო? და ახლა ახალი აიყვანოთ ბატონ გიორგისთან ერთად ვარცები, იცვლებიან, იმიტომ რომ მე მაგალითად მე არავის არ ყოფილა, მაგრამ მე მაქვს ხოლმე ესეთი სურვილი ოცად რომ მაქვს, დავდივარ სტუდენტების სპექტაკლებზე, ან ახალდამთავრებულებზე, ან ჩვენთან როცა მოდიან და შესანიშნავი თაობა ვაკვირდები და იცი რას უყურებ, რომ აი ჩემ დროს სხვა იყო, მერე სხვა იყო, ახლა საერთოდ სხვა, თითქოს სხვა თეატრია. როგორც აი დავუშვათ იძახდნენ, რომ ჩვენ რო უყურებ სიტყვაზე ჩვენ წინამსახიობებს სხვა თეატრია. ამ ყველაფერს აწყობ თუ პროცესში ვერ? არა, ძალიან ვატყობ კახა. იქამდე ვატყობ, რომ აი ადრე იყო ხოლმე თაობა 10 წელი ითვლებოდა, აი 10 წელი ერთი თაობა იყო, მაგრამ ეხლა 4 წელიწადში აი აბსოლუტურად 2 წელიწადშიც მე გეტყვი რომ აი აბსოლუტურად სხვა მისწრაფებები, სხვა სურვილები, ინტერესი, ჯერ ერთი ძალიან განათლებული თაობა მოდის. უფრო ვიტყოდი ინფორმირებული. აი სხვა ინფორმაცია. ინტერესიანი მართალი ხარ. ეს კარგია. ძალიან კარგია. არ გიჯერებს არ გენდობა. მე იცი როგორ არის, ცოტა რაციონალურიც აქვს. აი ნახე ეხა ამის დროა, ამაში ფული გადაიხადა, ეხა სად არის? ანუ თავისუფლებებს იწევს. უფლებები, იცი რა, უფლებებით მოდის, რომ მისი უფლება ამითი იწყებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია და ძალიან დიდი განსხვავება არის, ძალიან დიდი განსხვავება. იცი უნდა გააოცო. თუ არაყევი ჩამორჩები და ერთი სალაპარაკო არ გექნება. აუცილებლად უნდა აყვე და ბევრი რამე ისწავლო და მადლობა მათ, რომ მე ძალიან ბევრი რამეს ვსწავლობ. ჩვენ დაუბრუნდებით მათ სწავლებას და ასევე იმასაც მე შენ სტუდენტებთან სცენაზე პარტნიორობა, შენ წეგან ახსენე განსხვავება. მე კიდე ერთ განსხვავებაზე უნდა გითხო. დიდწილად ახლა ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობთ პედაგოგობა რა პროცესია, რა სიამოვნო როგორ ხდება. განსხვავება მითხარი შენი მსახიობი თიკოს სტუდენტებთან მუშაობის და მსახიობი თიკოს პროფესიულ სცენაზე როგორც რეჟისორის შენს კოლეგებთან პროფესიონალ მსახიობებთან სპექტაკლის დადგმა. როცა შენ თვითონ ხარ მსახიობი, სიტყვაზე ხვალ თქვა სპექტაკლი და დღეს რეპეტიცია გაქვს. განასცენა შენი კოლეგები, ვისთან ერთად პარტნიორი ხარ შეიძლება ხვალ
მაგრამ რეჟისორი ხარ. აი ეს რა ხდება? იგროვა ეს ზღვარი? იქ ვერ იკავებ ხოლმე თავს გვაჩვენებ. ანუ როგორი რაღაცა არის, იცი რომ ეს აქაც ნახე სიამოვნება. აქ ჯერ ეს ერთი ეს იყო პროცესი, როდესაც აი უკვე მე თქვენთან დავიწყე, ჩემ მეგობრებთან, ჩემ კოლეგებთან გავანაწილე ეს პიესა და დავიწყე მათთან უკვე ისინი იყვნენ მათ უფრო მაღალი თამასა ეჭირათ, ხო? იმიტომ რომ მე ახლა ვიწყებდი სპექტაკლის დადგმას და ხალხი ისეთი ვარსკვლავები მედგა სცენაზე, რომელსაც რა ვიცი, ძალიან ბევრ კარგ რეჟისორთან ნათამაშები აქვს და ძალიან ბევრი კარგი მხატვრული სახე და როლი ქონდა შექმნილი. თან აი ზუსტად ეხა შენ როდესაც გვერდზე დგახარ და აქ თან ანგლობ, საგაკ და მე უცებ ჩადიხარ პარტერიდან და იქიდან ძალიან ჭკვიანური სახით ჯდები და მითითებას აძლევი, გადადი მარჯვნივ თუ მარცხნივ, ან რაღაცა ამოცანას. ურთულესი ამბავია. აი რამოდენიმეჯერ მომდომები რომ ხავდგები და გავალთქო და მაგრამ ძალიან საინტერესო ესეც და მე ვფიქრობ ძალიან დიდი გამოცდილება მე. ხო აღიარე რასაც კითხავ გულწრფელად მიპასუხე. იყო შემთხვევა რომ ეხლა ეს როლი აი მე მათამაშა. ან ნახე რა. ეთქვი რა სხვა რამე კითხავ. ხო, მაგრამ არა, ითამაშებდი ერთი, ეგ შეიძლება გვემართება მაშინ თუ უცხო სპექტაკლი არის. აი უყურე, შენ დგა, უყურებ და ხვდები რომ აი შენ როგორ წარმოგედგინა ისე ვერ თამაშობს და აი შენ ითამაშებდი ისე. არის ეგ მომენტი, რომ აი რაღაცა როლია, შენ ხო როცა დგავ სპექტაკლს ალბათ ხო? ხედავ რა როლი როგორ გინდა იყოს პერსონაჟი, ხო? და შეიძლება ისე არ თამაშობს ის. ისე როგორც ჩვენ როცა ვთამაშობ, შეიძლება ჩვენ იყო ეგ მომენტი ჩვენ სპექტაკლში, რომელ სპექტაკლში რომ ხო ერაკეთებს, ეხლა მე გამაკეთებინა. კი, ცოდვა გამხელილი ჯობს და იყო, კი. ეხლა ნუ მომთხოვ სადღაც. მე ვიცი გეტყვი თუ გინდა რა როლი ამიტომ ის სახეობა რამდენჯერმე რეპეტიციაზე არ იყო და ამოქანდი და შენ თამაშობდი, გასაგებია რა როლზეა თამაში. რა როლზეა საუბარი. ხარ ეგრე ყველაფერზე ამოქანებულ ვარ და რაღაცა გამიკეთებია. რა განსხვავება? ზირთად კაცების როლებს ვებრძვი ხოლმე. ხო, ეგ არ გამო. არ ითამაშე იმდენი ებრძოლე, სანამ ძაღლის გულში კაცის როლი არ ითამაშე. ძაღლი და კაცი ერთად არ ითამაშე. რა განსხვავება სტუდენტებთან დადგმის პროცესში? რა განსხვავება პროფესიულ სცენაზე მუშაობა? მაგაც დიდი განსხვავება. იქ შენიშნას პროცესს გადიხარ. იქ არის აი მიყვები თითქოს აი მაქმანებში მიყვები რა, აი კრუჟავაო რო იტყვიან აი ესე რაღაცა საიუვილერო ამბავია. აქ როდესაც ეს რაღაცას დააწვრილმანებ, ძალიან შეიძლება უცებ არტისტმა და ეს სტუდენტებთან შენთან ეგ შენ სტუდენტებთან ეგ ამბავი ხარ, როდესაც ეტყვი რომ სიტყვაზე აბა ჩეხოვს რატო თამაშობთ ეხა სხვა რაღაცაა ხო? დაუშვათ აქ იმან შეიძლება გითხრას რომ ჟანრი კარგად იცის, მაგრამ ანუ სხვაობა დიდია, რა თქმა უნდა სხვაობა, მაინც დიდია. სტუდენტებთან მაინც ეს არის უფრო ეს პროცესს გადიხარ აი ესეც რა, სადაც მე ვფიქრობ რომ ძალიან აუცილებელია, აი მე ძალიან მეხმარება როგორც არტისტს, იმიტომ რომ მე სულ მაგ ტრენაჟი, მე სულ მაგ გამოცდა, მე სულ მაგ აი რაღაცა პროცესს გავდივარ და თვლი რომ ჩვენ პროფესიას ეს ძალიან ჭირდება. ყოფილა როდეს მე რომ სიტყვაზე რაღაცა ხელი შეშლა იყო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ეს თულ რეჟიმს მოითხოვს, ყოველდღე უნდა იყოს ის განმავლობაში თეატრალურში, ჩაატარო რეპეტიციები და პასუხისმგებლობა, მე უნდა მოვარდე სპექტაკლი ითამაშო, თუ თან ემთხოვა რომ აქ სააპრემიო რეპეტიციები უნდა დააფლანსო, ანუ ხო არ ყოფილა როდესმე შემთხვევა რაღაც ისე გადაიჭეჭო, გადაიჭიმა ერთმანეთში იქაც, რომ ვიფიქრე რომ ანეს, ეხლა ან იმას მიხედოთ, ან ამას მიხედოთ. ან ამას განგონია რომ თეატრი იქნებოდა. თუ მაინც არავის არ ყოფილა ეს ფიქრი და აბალანსებდა ათავსებდა. არა, მეცაც გეტყვი, ხა ჩვენი მდგომარე ერთხელ მიმოვიხედე და უცებ 4 თუ 5 სამსახური დამიგროვდა და ბოლოს მე რო ვერ მივხვდი სახში გამიპროტესტეს. ეხა ან ერთს დაანები, ან მეორეს, ან მესამეს, იმიტომ რომ რაღაცა იმას გენია. რა თქმა უნდა, ძალიან გიღლები ხო ამ დროს. ძალიან. კაი, ეხა ცოტა ხანი შეგასვენი, პაუზა გვიქნება, ამოისუნთქე და მეორე ნაწილში გავაგრძელოთ საუბარი. ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ტიკო კორძაძეა ჩვენი სტუმარი და მეორე ბლოკშიც მის პერსონაჟზე და მის საქმიანობაზე ვისაუბრებთ. ბრუნდებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მადლობა რომ გისმენთ, ტიკო კორძაძეა ჩვენი სტუმარი, მსახიობი. ჩვენ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ მასზე, როგორც მსახიობზე, როგორც პედაგოგზე, როგორც რეჟისორზე, ამ პროცესებზე, ამ განსხვავებაზე, ამ სხვადასხვა მიმართულების. ტიკო, ვაგრძელებთ საუბარს და კიდევ ერთი თემა. ისე მოხდა, რომ მე
თქვი რომ შენ ამდენიმე ჯგუფთან მოგიწია მუშაობა როგორც პედაგოგმა, ბევრი მათგანი უკვე სცენაზე დგას და ბოლო რამდენიმე სპექტაკლში, ორში ნამდვილად ვიცი, უკვე თამაშობ შენ სტუდენტთან ერთად. აქ უკვე ხართ ერთგვარად პედაგოგი და სტუდენტი, მაგრამ უკვე დგახართ როგორც პარტნიორები. პარტნიორები. იქ გაქვს ის მომენტი, რომ ეს სტუდენტია და აბა ყურადღებად პასუხისმგებლობა თუ იქ სახიობებთან დგას. თუ გეგე, მე მაგალითად ერთხელ რა ვკითხულობ, ვიცი რომ მე არც სპექტაკლი დამიდგავს არც პედაგოგი ვარ, უბრალოდ დამივალ ერთხელ იმის გამო რომ რაღაც სპექტაკლს სადაც თამაშობ და დავეხმარე შეყვანაში სახიობებით. რას მივხვდი, იცი რომ დღემდე იმ სპექტაკლში მოვდგავარ სცენაზე, თან უყურებ იმათ რომ აბა ხო არ შეეშალოთ ეს ხოს ანუ მერთვება ეს მომენტი. შენთან არის ეს? კი, არის. მე ვღელავ, როდესაც მე აი პასუხისმგებლობა აქვს ზოგიერთ გვარს. კი, მაგ. აი მაქვს ეგს, რომ აი ეხლა მინდა რომ თან მიუხედავად იმისა, რომ აი პირველად რო ვითამაშეთ განსაკუთრებით მაშინ, აი დავიჭირე ჩემი თავი, რომ თითქოს ეს ჩემი გმირი დავტოვე და აი რაღაცა და აი ის მქონდა, მიდი, წამოვა კარგია, რამ უფრო მეტი, აი რაღაცა ისო კი აღამ დაუძახე გვერდიდან. მაგრამ ხო, აი ეს არის, კი, ეგ მომენტი არის. დიდწილად ეხლა ჩვენ ვისაუბროთ უკვე შემდგარ მსახიობ რეჟისორ პედაგოგზე, მაგრამ არაფერი გითხოვს იმაზე, შენ თვითონ რატომ მოგინდა და სად და როგორ მოხდა. მოდი ცოტა ხანი რაც დაგვრჩა ჩვენ დრო მეორე ნაწილში, ბოლოსკენ იმაზე ვთქვათ, შენ ვინ, რა მოგანდომა ეს პროფესია, როგორ მოხდა. იყო ვინმე, იმიტომ რომ აი თითქოს ესე გამიგია ბევრისგან, მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ, ძალიან მცირე ესე და უმეტესობა ჩვენნაირია, მაგრამ თითქოს ესე ჩანდა რომ აი აუცილებლად ოჯახში ყავდა ან ახლობელი ყავდა მე ესეთი ბევრი ეგეთი ხო არის რომ ხო მაგრამ რო ვიყო სტატისტიკურად უფრო მეტი ისეთი ვიცით არავინ არ ყოლია მსახიობი მე და შენ ესე ვარ რა მოხდა შენ შემთხვევაში როდის მოგინდა რატომ მოგინდა აი მე კახა ეგ რომ ჩვენ წელს აი წინა საუკუნეში რო იყო მახსოვს მე ვიყავი პატარა დედაჩემო შენ სპექტაკლებზე მომიყვანა თუ თქვი რომ მეც მინდა ეს ხუმრობით რა თქმა უნდა მე და თქო ერთი თაობა როგორ ეხა არ ვიცი იცი რა რაც თავი მახსოვს არა ეს შოდის ანუ რამ კონკრეტული ფაქტი ხო არ იყო თქო რამაც გათქმევინა რომ აი ეს მინდა ან რამე წრეში ხო არ გივლია თეატრალურ წრეში თეატრალურ წრეში დავდიოდი სადაც მეგობარი გავიჩინე და დღემდე მოვდივართ თამუნა ნიკოლაძე და მე დავდიოდით იქ რა ქვია სოლაკში იყო ესეთი სადაც საყვარელი გალბატონი ქეთინო კიკნაძე გვასწავლიდა მეტყველებას მახარაძის ქუჩაზე ეს ზევით სოლაკში იყო რაღაცა სტუდია. აი რა კაი რაღაცაა გადაცემის წამყვანობა მე რომ მგონია რომ უკვე დიდი ხნის ახლობლები ვართ ერთად ვართიაჩი პირველად გავეგერო თუმცა დადეოდით თქვენ ერთად სტუდიაში. მე 5 კლასიდან ჩვენ პირველად მესმის. მე მგონი ის დროს ჩვენი სახეობები გადაცემაში მოვიწიო და ახალი ამბები გავიგო მაგ. აი რა საინტერესო მომიწვიე ხოლმე ხშირად და გაიგებ რაღაც კარგ რამებს. თავარი მაყურებელმა გაიგოს ბევრი შემისია. იცი რა არის? აი რაც დავიბადე, დედაჩემი რასაც მიყვება, რომ პატარა ვიყავი ძალიან ენა რო ავიტკი და თურმე ლექსებს ესე რაღაც ვსწავლობდი, არ ვიცი. ეხა მიჭირს ტექსტების დამახზოვრება, თორემ მაშინ კარგად. ახალგაზრდა. მაშინ კარგად. აი ეს სკამზე რომ დამე რაღაცა სპექტაკლებს ვდგამდი, კითხულობდი სკოლაში ძალიან აქტიური და ისეთი და მაშინ დაიწყო. იქიდან დაიწყო. მოკევი და მოკევი. მერე ოღონდ ვინაიდან და რადგანაც ჩემი ოჯახი იყო ეს მედიკების, პედაგოგების რაღაცა უცებ გადავწყო დედა, დეი და ბებია ყველა ექიმი მყავს და მყავდა გარდაცვლილები ვინც არიან და რაღაცა ის უცებ მომინდა რომ აი სამედიცინოზე ნუ ჩავაბარო თუ რაღაცა გინეკოლოგი და როგორ ხდება სამედიცინოს ოჯახში ხო იმიტომ რომ ნუ კარგად მართლა ეხა არ ვიცი თუმცა აქ უნდა ვთქვა რომ როცა თეატრში დაგჭირდება ან გასტროლზე პირველი დახმარება თიკო არის უბადლო ეგთან ადავლიოთ რა დედამისის წინვალი ქალბატონის წინვალი ექიმის კონსულტაციების გარეშე იქვე გვიგوارებს ძალიან რო გვიჭირს მე ზარი ახლობელთან ერთი ძალიან კაი ისტორია სადაც არ მომიყოლია ვართ ნუ რაღაც მე-4 კურსზე და მივდივართ გასტროლებზე და რამოცუდი არ მოყვა. არა, ექიმებს გამახეთ, თიკო მითხრა რომ ისე მე გამოგივლიო შენო. და ერთად წავიდე თუ საიდანაც გადის ავტობუსი და ჩემო რა. ვიცი რა, ველოდები და შეერდება სასტრაფო. და ნუ სასტრაფო არ ველოდები, არ ვიცი. არ მახსოვს. და იღება კარი და დედა იყო მორიგე იმ დროს, ხო და მორიგე სასტრაფო მანქანა თიკო და სასტრაფოთი მივიყვანე საგასტროლო
აი მე არ მახსოვს. ნახე მე არ მინდა ისე დასრულდეს ჩვენ. არა ეს ძალიან კაი ამბავი იყო. მე არ მინდა ისე დასრულდეს ჩვენი გადაცემა, შენს კიდევ ერთ საქმიანობაზე არ ვთქვათ. გარდა სპექტაკლებისა და პედაგოგობისა, შენ ბოლო უკვე შეიძლება ითქვას წლებიო, კიდევ ერთი მიმართულებაში ცადებ და მე მგონი ძალიან კარგად, რაც ნიშნავს კონცერტების ან საესტრადო საკონცერტო საღამოების დადგმა. ესეც ცალკე მიმართულება. აქ უნდა ვთქვათ, რომ ესეც შეიძლება იყოს რეჟისორი და არ იყოს შენი მოცემულობა და აი მაგალითისთვის ბოლო პერიოდში ბევრი იყო და ჩვენ რადიოში ვისაუბრეთ, ბატონი ჯემალ სეფიაშვილი, გოგით საბადის კონცერტი, ბევრი სხვა მანამ თამარგვერდწითელი, მანამდე კიდე არაერთი ნიკა წულუკიძის საღამოები, ცალკე მიმართულება ეს აქ რა არის სიამოვნება და რით განსხვავდება სპექტაკლის დადგმისგან და დაუშვათ კონცერტის დადგმა. იმიტომ რომ ესენიც არ იყო სპექტაკლები, ჩვენ როცა მაზანაშვილი იყო და დავთო ამ ამბავზე იყო, რომ იქ არ იყო სპექტაკლი, ეს იყო რაღაც თეატრალიზებული, აი მიუზიკლის ელემენტებით. არა, უბრალოდ გადი-გამოდი იმღერა. ესეც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ გადი-გამოდის ყოველთვის ჯობია რაღაც რეჟისურის დეტალები. კი ბატონო, აქვე უნდა ვთქვა ხოლმე ეს რა ქვია მაყურებლისთვის, რომ რაღაცას თეატრში სმენელ მაყურებლისთვის, რომ თეატრში რომ ავხმაურდები ხოლმე, კახა გამომხედოს. შენ რა იყო ფილარმონიაში ხარგონია შენი და დაიწყო ფილარმონია. ეს რეპლიკაც გაჩნდა. ჯემალ სეფიაშვილი მეუბნებოდა რაღაც რეპეტიციაზე მივიდა, თიკო არ არის ხო? ვერ უბედო ვერაფერს, რასაც მეუბნება პირველი ადამიანი usრულებს ყველაფერს თუ რასაც მეუბნება. ხო, ხეხა ცოტა გამეტებს თქვენ ყველა ერთად, მაგრამ საინტერესო აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა, მაგრამ ალბათ ინტერესი იმიტომ წამოვიდა კახა, რომ იქაც რაღაცნაირად თეატრი ჩაბტენე. ასე ვთქვათ, ხო, შევიყვანე, იმიტომ რომ მაინც თუ ამ ყველაფერს რაღაცა ფორმა არ აქვს, მარტო გამოდი იმღერე, ანუ გადადი-გადმოდი, ალბათ არ არის მაყურებლისთვის უკვე საინტერესო. მაგრამ აკარგია რომ ამას უკვე ავტორები, კომპოზიტორები, დირიჟორები თვითონ ინდომებენ რომ ეს აღარ გადადი-გადმოდი და რაღაც ფორმა მიეცეს და ეს ასე ხარ. იმიტომ რომ თანდათან ვითარდება ახლა ყველაფერი და მოსაბეზრებელია ერთფეროვნება და აქაც ალბათ მრავალფეროვნება შემოდის და ჩვენ დავიწყეთ აი ნიკა წულუკიძე ითავა ეს ყველაფერი რომ მისი საღამოები და ნიკას საღამოებიდან აი გაჩნდა აი ეს ნიკამ აქცია საესტრადო რეჟისორად. ხო, ასე ვთქვათ, ესე მოხდა მისი ჩემგან მოხდა რომ პირველი სპექტაკლი იგავები მისი სიდნის პრეზენტაცია და ეხა მე გაგახსენებ ერთ ამბავს. ძმები ქონდა, შემოიხედე გენაცვალეში ვისხედით, ლესელიძეზე იყო მაშინ და გოგოები მივირთმევდით ხინკას და შენ და ნიკა შემოხვედით. და შენ ძალიან დიდი ხნის წინ და შენ თქვი რომ ისო წიგნის პრეზენტაცია რო გინდოდა აი ეს გოგო დაგიდგამსო. და ჩემი დამსახურება ყოფილა რეჟისორი რო. ხო, დაინახე შენ არ გახსოვს და ესე იგი ნიკას გავარეკებ რომ გასპექტაკლდა და რო დაიდგე ჩემი დამსახურება. მიუხედავად იმისა, მე და ნიკა თეატრალურიდან ვიცნობდით ერთმანეთს რაღაცა, შენ აი რაღაცა შენ უთხარ და ნიკას სიგნიედო. მე არ ვითხოვ საავტორო ფილმებს, თქვენი იყოს. და აი იქიდან გაჩნდა ეს პირველი. მადლობა, მინდა გადაგიხადო საუბრისთვის. მე იმედი მაქვს და ჩემი მიზანი ერთ-ერთი შენი ახლა ამ გადაცემაში ამ კუთხით საუბრის იყო რომ მსმენელმა მაყურებელმა შენ ამ კუთხითაც გაგიცნოს. თიკო კორდაძე იყო ჩვენი სტუმარი, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა შენი ყველა მიმართულება, მაგრამ მე მაინც ვეთქვი ჩვენს მსმენელს რომ იარეთ თეატრში და თიკო ნახეთ სპექტაკლებში, ვიცი რომ ნანახი ყავთ, მათ შორის ახაროულში და ასევე მის დადგმის სპექტაკლებით გადაიშვენა. წარმატებას გისურვებ ყველა მიმართულებით. მადლობა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით.